ლარი ძალას მთავრობა კი კადრებს კარგავს, წასულების მფარველები, ნეპოტიზმის კვალი და ჯანყარაშვილის ეგრეთ წოდებული გუნდი. ვისი წასვლა დასტურდება და ვისი ანონსდება. გაძვირებული ცხოვრება, პროცენტები და კურსში ჩაკარგული ლარი. მთავრობა გვაიმედებს, დოლარი კი ძვირდება. სასამართლოს სამართლიანობის ხარისხი, როდის და რატომ იყო თემი და მიუკერძუებელი. მოამბის შეკითხვებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი უპასუხებს. თავდაცვის მინისტრის ამ დრომდე უცნობი ხედვა, ჯარისკაცების კვება, კაბელების საქმე, ალიანსის დავალება და პრიორიტეტები. მინდია ჯანელიძე ქართული ჯარის შესახებ პირდაპირ ეთერში საუბრებს. განწირული რეისის უცნობი და ნაცნობი გმირები, ცხედრების იდენტიფიკაცია დასრულდა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სტუმრად მოამბეში. საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად და ვაჯამებთ დღისა და კვირის მთავარ ამბებს. ლარი ძალას მთავრობა კი კადრებს კარგავს, სახელმწიფო გუნდში დიდი გადაჯგუფება. შინაგან საქმეთა გენინსპექცია უფროსის, გურია გუბერნატორის პარტია ქართული ოცნება კი აღმასრულებელი მდივნის გარეშე რჩება. სამყურაშვილის, ჩხაიძისა და ჯანყარაშვილის შემდეგ მთავრობას ძმები ჩხენკელები დაემშვიდობდნენ. სურათი ასეთია, თანამდებობის დატოვების შესახებ პირველად გადაწყვეტილება ზვიად ჯანყარაშვილმა მიიღო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ზემოთხსენებულმა პირებმა პოსტების დატოვება. ნეპოტიზმი და ჯანყარაშვილის ეგრეთ წოდებული გუნდი. გიორგი ფუტკარაძე გვეტყვის რა ხდება ოცნებაში და სად მიდის პარტიის რუხი კარდინალი, რომელიც პრემიერის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. გიორგი პირდაპირ ეთერში ხარ. სხვადასხვა განცხადებები კეთდებოდა, მე ძირითადად ჩემი შესავალი სიტყვა ამ განცხადებებზე დაყნობით მოვამზადე. საინტერესოა შენ რა ინფორმაციას ფლობ და დღის ბოლოს ხომ არ გაიზარდა წასულთა რიცხვი? ირაკლი, დღის ბოლოს დადასტურდა კიდევ ერთი საკითხი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის თემა, რომელიც მთელი 2 დღის განმავლობაში მედიაში მუსირებდა. მალხაზ ჩიკვილაძე, ისევე როგორც ყველა დანარჩენი 2 დღის განმავლობაში, თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე დაემშვიდობა. 2 დღეში დანიშნულთა და გათავისუფლებულთა რიცხვი შეიძლება ითქვას, რომ უკვე 10 აღწევს მთავრობის ქვედა ეშელონებში, თუმცა ვინ წავიდა და ვინ მიდის, მდუმარე დამშვიდობების ქრონიკას შეგვიძლია ერთად გადავავლოთ თვალი. ბოლო 2 დღის საკადრო გადაწყვეტილებების ოფიციალური სამთავრობო ქრონიკა 4 პირად განცხადებას, პრემიერის თანხმობას, ერთ გათავისუფლების ბრძანებას, მთავრობის პრეს-რელიზსა და გავრცელებულ ცნობებზე რამდენიმე სატელეფონო დასტურს ითვლის. ყველაფერი ქართული ოცნებიდან ზვიად ჯანყარაშვილის მეორედ წასვლით დაიწყო. გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ამჯერად პარტიასა და პოლიტსაბჭოს მდივნის თანამდებობას დაემშვიდობა. იგივე მიზეზით არ სურს პრემიერთან ნათესაური კავშირების გამო საზოგადოებაში კითხვები ისმოდეს. პრემიერის სიმამრის დიშვილის დამშვიდობების შემდეგ საზოგადოებამ მთავრობიდან კიდევ 5 საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ შეიტყო. მათ შორის 1 გათავისუფლების, 3 დანიშვნისა და 1 პირადი განცხადების შესახებ. დღეს უკვე ამ შინაარსის განცხადებების რაოდენობა კიდევ 3-ით გაიზარდა. პრემიერს აკაკი ჩხენკელი დაემშვიდობა, ადგილობრივი თვითმმართველობის დეპარტამენტის უფროსი, გუშინ კი მისი ძმა, ეკონომიკური საბჭოს მდივანი რომან ჩხენკელი. ის რაც პირადი განცხადებებია ოფიციალური ქრონიკისთვის მოვლენათა ერთი ჯაჭვია ოპოზიციისთვის. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ ჯანყარაშვილის წასვლას მოვლენათა მიზეზ შედეგობრივი ჯაჭვი დაერთო, რომელსაც გაგრძელებაც მოჰყვება. რაც შეეხება ჩხენკელებს, ყოველთვის მიეკუთვნებოდნენ ჯანყარაშვილის დაჯგუფებას, თუ შავლიაშვილი შეინარჩუნებს პოზიციას, თუ ზედელაშვილი შეინარჩუნებს პოზიციას, ჯანყარაშვილის მამიდაშვილი და ასევე ამ კორუფციის ერთ-ერთი სათავე, მაშინ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის თლიანად ამ დაჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული რაიმე აქტი. თუ აქვს ადგილი ნეპოტიზმს, თუ აქვს ადგილი მონოპოლიებს, ამის თაობაზე ოპერატიულად, დაუყოვნებლივ და პრინციპულად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის ხელმძღვანელი და არ უნდა მოყვებოდეს ეს გადადგომების და საკუთარი ნებით განცხადების დაწერის ტალღა იმ რაღაც ესე ვთქვათ ჭორებს. ასევე პირადი განცხადებით დაემშვიდობა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი სამყურაშვილი. ზვიად ჯანყარაშვილის ყოფილი მოადგილე და უკვე შემდგომ თვეებში ჯანყარაშვილის მსგავსად გენერალური ინსპექციის უფროსი. დღეს ბევრს საუბრობდნენ მედიაში კიდევ მოსალოდნელ 2 დამშვიდობებაზე. გიორგი ზედელაშვილზე, მინისტრის პირველ მოადგილესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე მალხაზ ჩიკვილაძეზე. დღის ბოლოს სამინისტრომ ამ უკანასკნელის გადადგომა დაადასტურა.
დადასტურა, ხოლო მინისტრის მოადგილე გიორგი ზედელაშვილის, რომელიც ზვია ჯანყარაშვილის მამიდაშვილია, არ დადასტურდა. პრემიერს არაპირადად, თუმცა განცხადებით გურიის გუბერნატორი დაემშვიდობა. უბრალოდ სახში მივდივარ, ეს გიორგი ჩხაიძის ერთადერთი და ბოლო კომენტარია გურია ნიუსთან გადადგომის შემდეგ. პირადი გადაწყვეტილებებით ახსნილი დამშვიდობების არსჯერად არასაპარლამენტო ოპოზიციაში, სადაც ფიქრობენ, რომ მოვლენების საფუძველი ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ფორმალური განცხადებებიდან ჩანს. აშკარაა, რომ იქ გამოიკვეთა რაღაც სავარაუდოდ კორუფციული სქემები და გარიგებები, რომლის გამოც მოდი პირდაპირ თქვათ, არა ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განისხებულია და ის იღებს გადაწყვეტილებებს ცვლილებების უკან. დგას ბიძინა ივანიშვილი და არა ირაკლი ღარიბაშვილი. უტყუარად დასტურდება იმით, რომ თანამდებობაზე დაინიშნა ნოდარ ჯავახიშვილი. ნოდარ ჯავახიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ბანკის პრეზიდენტი. პირად განცხადებებზე და საკადრო გადაწყვეტილებებზე დღეს კიდევ უფრო იშვიათად ისმოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები, ვიდრე სხვა რომელიმე დროს. მათ ისაუბრეს ცვლილებებზე, როგორც ბუნებრივ პროცესზე, უსაფუძვლო აჟიოტაჟსა და სამთავრობო ინსტიტუტების გამართულად მუშაობაზე. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში შესაბამისი თანამდებობის პირები ვერ აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებს, რაც მათ ფუნქციებში მოვალეობებში შედიოდა. შეიძლება ერთი მიზეზი ეს იყოს, შეიძლება ასე ვთქვათ, პირადი მიზეზებიც არსებობდეს, როდესაც თანამდებობის პირები საკუთარი ნებით ტოვებენ თანამდებობებს. საკადრო ცვლილებები, რომელიც მიმდინარეობს, ეს ალბათ ნაწილობრივ საჭიროებიდან გამომდინარე არის, ნაწილობრივ სურვილიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებები დღეს ექსპერტებმა შეაფასეს, მათ ისაუბრეს კრიზისზე, საკადრო გადაწყვეტილებების გამჭვირვალეობაზე და მთავრობის პასუხისმგებლობაზე. იმდენი ადამიანი გადადგა თანამდებობიდან, რომ არანაირი შეხება თანამდებობრივი ერთმანეთთან არ ქონიათ. ძალაუნებურად ვაფიქრებინებს, რომ რაღაც საგვარეულოს თუ საძმაკაცოს მიმართ ქონდა ნეგატიური განწყობა ჩვენს კადრებთ უხუცეს და ეხლა უფრო საინტერესო ის გახლავთ, ვინ ინიშნება ამ თანამდებობებზე. ორდღიანი ცვლილებების ჯაჭვი დღის ბოლოს 10 საკადრო გადაწყვეტილებას ითვლის, თუმცა ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი პროცესების გაგრძელებას ელის და ფიქრობს, რომ ცვლილებები კიდევ უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკებამდე მივა. საკითხი დღეს ექს-პრეზიდენტის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ცვლილებები უმაღლესი რანგის ეშელონებში. თავარი მიზეზები ეკონომიკაში პრობლემების არის ქვეყნის დაპაუზება. არა ვინ რა თანამდებობაზე. ლაზიკა სპორტი რო არ გაეჩერებიათ, საქართველოს შემოვიდა და რამდენიმე ასეული მილიონი უკვე დამატებით შემოსავალი. იგივე ეხება მაგალითად თეთრნულის სათხილამურო კორპუსი უკვე დამთავრებული უნდა იყოს, რკინიგზა თურქეთთან შემაერთებელი აზერბაიჯანთან უკვე დამთავრებული უნდა იყოს დიდი ხნის წინ. თბილისის შემოვლითი გზა გახსნილი უნდა იყოს. თბილისში მაგალითად საცობები აღარ იქნებოდა ეს შემოვლითი გზა და დიდი ხიდი რო არ გაეჩერებიათ, რომელსაც ვაშენებდით ვებხვი და მოყმის ძეგლთან. ერთ სიტყვით, აი ესეთი პატარა და დიდი პროექტების გაშენება. უამრავი სხვა რამე შემიძლია კიდე ჩამოგითვალოთ რა გაჩერდა. ეს ყველა პროექტი იყო უკვე მილიარდობით ლარის დანაკარგი ამათ შეჩერება. დღეს საკმაოდ დეფიციტური იყო სამთავრობო კომენტარების კუთხით. საუბარი მთელი დღის განმავლობაში იყო პრესაში იმაზე, რომ დღის ბოლოს პარლამენტარები შეიკრიბებოდნენ ქართული ოცნების ოფისში და პოლიტსაბჭოს ფორმატში განიხილავდნენ აღნიშნულ საკითხს, თუმცა ამ დრომდე ქართული ოცნების ოფისთან არავინ გამოჩენილა, რაც შეეხება სახელმწიფო კულუარებს და ექსპერტების მოსაზრებებს, უკვე ისინი ფიქრობენ, რომ ცვლილებების ჯაჭვი ამით არ დასრულდება და ცვლილებები უფრო მაღალი რანგის ჩინოვნიკებს შეეხებათ. მადლობა გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში გადაცემის მესამე ნაწილში საკადრო ცვლილებებს ისევ დაუბრუნდებით. სოზარ სუბარი მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. რამდენად მარტივია გაუგო მთავრობას ან მომზადებული შეხვდე პრობლემას, რომელიც პირდაპირ აისახება თითოეული ჩვენგანის ჯიბეზე. კურსში ჩაკარგული ლარი, გაძვრებული პროდუქცია და პროცენტების პროცენტები. ლარის გაუფასურებამ პირველ რიგში კრედიტორები დააზარალა. მთავრობა კი მოსახლეობას მიმართავს გაგებით შეხვდეს იმ მოვლენებს, რაც ქვეყანაში ხდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეისათვის ლარი და 95 თეთრია. დოლარის გაყიდვის კურსი ამ დროისთვის 2 ლარი და 5 თეთრი. 1 ლარი და 98 თეთრად არის შესაძლებელი ყიდვა, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2 ლარად ყიდულობენ, 2 ლარი და 5 თეთრი ღირს თუ მის შეძენას გადაწყვეტ. ნოდარ ჩაჩუა მუშაობდა თემაზე. დეფიციტი არის დოლარის, ნამდვილად არ შემოდის, ძალიან მცირე რაოდენობა არის. დოლარის დეფიციტი სავალუტო ჯიხურებში ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში დოლარის გამყარებამ გამოიწვია.
1 ამერიკული დოლარის ღირებულება საათობრივად იცვლება. ამ დროის მონაცემებით 1 დოლარის საყიდლად 2 ლარი და 5 თეთრია საჭირო. დოლარის გაყიდვა კი 2 ლარად არის შესაძლებელი. გუშინდელთან შედარებით ეხლა გუშინ პარასკევი იყო, ცოტა კურსების ცვალებადობა იყო, ცოტა პანიკა იყო. დიდი სხვაობა იყო დოლარის მიღება გაყიდვას შორის. ეროვნული ვალუტის მკვეთრი დაცემის მიზეზებზე უკვე საუბრობენ ექსპერტები. ანალიტიკოსების აზრით ლარის დევალვაცია სეზონის ბოლოს დიდი რაოდენობით საბიუჯეტო ფულის ხარჯვამ გამოიწვია. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ინფლაციის საფრთხე ამ ეტაპზე არ დგას და მომდევნო კვირაში ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას პროგნოზირებენ. დევალვაციას თავისი შედეგები მოაქვს, ვინაიდან იმპორტული საფინელი რა თქმა უნდა გაძვირდება და ინფლაცია ეროვნულმა ბანკმა არ უნდა გავუშვას მიზნობრივ ჩარჩომდე, რომელიც არის სადღაც წლიური 6%. ერთხელ მიღებულ დარტყმას, აი ამ ასე ვთქვათ, ნოკაუტს ყოველთვის ჭირდება ორგანიზმის მხრიდან საკმაოდ ხანგრძლივი გამოფხიზლება. უკვე შუა კვირისთვის პრინციპში მთავრობიდანაც და ეროვნული ბანკიდანაც ჩვენ საიმედო სიგნალები უნდა გქონდეს, მთავარია ჩაცხრეს აჟიოტაჟი, მთავარია კურსი არ გაიქცეს. მთავრობის მიერ ბიუჯეტის აუთვისებლობას ასახელებენ ლარის დევალვაციის მიზეზად საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში. თუმცა ამბობენ, რომ დოლარი არა მხოლოდ ლართან, არამედ სხვა ეროვნულ ვალუტებთან მიმართებაშიც გამყარდა, რაც საგარეო ფაქტორებზეა დამოკიდებული. ვალუტის კურსის ცვლილება ეს არის სუფთა აჟიოტაჟური და საბაზრო რაღაც პიროვნული, ასე ვთქვათ, ინიციატივებით გამომდინარე, ამიტომ ორშაბათს, სამშაბათს ეს კურსი დაზუსტდება. ობიექტური ფაქტორები არსებობს, რომ დოლარი მყარდება მთელს ყველა ქვეყანაში, არა მარტო მეზობლად, არამედ ევროსთან, აზიის თუ სხვა ქვეყნის ვალუტებთან. ფაქტია, რომ თანხები დარჩება, ეს მინიმუმ 9 მილიარდზე მეტი, შემო მილიარდამდე დარჩეს ანგარიზე, რომ ვერ გაიხარჯოს, იმიტომ რომ დარგობრივი მინისტრები ამ თანხებს ვერ ითვისებდნენ წლის განმავლობაში. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ყველაზე მეტად იმ მოქალაქეებზე აისახა, რომელთაც საბანკო ვალდებულებები დოლარში აქვთ. თუმცა თუ კი დოლარის გამყარება კიდევ უფრო გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ პრობლემები კომერციულ ბანკებსაც შეექმნათ, ვინაიდან ფინანსების ბრუნვას საბანკო სექტორი დოლარში ახორციელებს. ის რომ საბანკო სექტორი ამით რაღაც ზემოგებებს ნახავს, ეს არის აბსურდი. იმიტომ რომ მათ თავიანთი ვალდებულებები მეტი წელი აქვთ დოლარებში, სადღაც 70%-ზე მეტი და ეს აუცილებლად დასტაბილურდება. ეს იყო მოკლევადიან პერსპექტივაში იყო ეს ცვლილებები და მით უმეტეს დაემთხვა ამას წინა საახალწლო პერიოდი, მაგრამ უკვე ახალი წლისათვის ლარზე მოთხოვნა გაჩნდება და ბუნებრივი არის ესეც შეუწყობს ეს ლარის გამყარებას. ბანკების ასოციაციაში ეროვნული ვალუტის ამ მასშტაბით დევალვაციას არ ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ლარი მომდევნო კვირიდან ყარნიშნულს შეინარჩუნებს. ამ წუთებში კი დოლართან მიმართებაში ლარის ასეთი მაჩვენებელი ფიქსირდება. ზოგიერთი ტიპის საქონელზე ფასების კლება მიმდინარეობს, გვარწმუნებს ფინანსთა მინისტრი. ლაშა მესხი სამომხმარებლო კალათით დაინტერესდა, ასევე გაარკვია, რამდენად აისახება ლარის გაუფასურების პროცესი მედიკამენტების ფასზე. გაძვირებული ცხოვრება ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. 65 წლის ნანული მაისურაძე წნევის რეგულირების პრეპარატს ყოველდღე ყიდულობს. მისი თქმით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებზე ფასებმა მოიმატა. ლარნახევარი მაინც სხვაობა. ლარნახევარი მაინც. ხოდა თუ კიდევ მოიმატა პრობლემა, ყველა მეტი არაფერი, აბა. ვეღარ ვეყიდი. სპეციალისტების განცხადებით ბოლო თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასებმა დაახლოებით 10%-ით მოიმატა. სააფთიაქო ქსელებში ამბობენ, რომ წამლებზე ფასების მატებას ლარის კურსის ცვალებადობაც განაპირობებს. საერთოდ მოიმატა ამ ბოლო დროს მედიკამენტებზე დაახლოებით 10%-ამდე. არის მაინც მოთხოვნილება და იყიდება წამალი მაინც. კი მოიმატა, მაგრამ რა თქმა უნდა ახლა ადამიანმა იყიდება. ფასების ზრდას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ფასმა უმნიშვნელოდ მხოლოდ რამდენიმე დასახელების მედიკამენტზე მოიმატა, თუმცა შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს და ვალუტის კურსის შესაბამისად რამდენიმე პროცენტით გაძვირდეს იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულება. სამინისტრო ვერანაირად ვერ ერევა ფასწარმოქმნის პროცესებში, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბერკეტები არანაირი არ გაგვაჩნია. რამოდენიმე ათეულ დასახელებაზე, რომლის იმპორტიც განხორციელდა ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლებელია მოხდეს ფასის
მისმატება და ძირეულად გადახედვა ვთქვათ რაღაც გარკვეული ყველები ფასების მატებასთან დაკავშირებით კომპანიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება მოხდეს მომდევნო კვირაში. ფასები გაზრდილია აგრარულ ბაზრებში და სუპერმარკეტებში. ოფიციალური მონაცემებით ბურღულეული ნაწარმის გარდა ბოსტნეულის ფასმა 27.7%-ით, ხილის ღირებულებამ 12.2%-ით, რძის ნაწარმად და კვერცხმა კი 4%-ით მოიმატა. ახალი ტარიფები უკვე აისახა მომხმარებელთა ჯიბეზე. ფასები არის შეუსაბამო. ცხოვრებისათვის შეუსაბამოა. გააწვირდა ბოსტნეული, საგრძნობად მოიმატა ბოსტნეულის ფასმა. ხელფასები, პენსიები იგივე რჩება, ფასი კი ყველაფერზე მატულობს. ყველაფერზე აბსოლუტურად მომატებულია ფასები. აბსოლუტურად ყველაფერზე. ხალხი ვერ ყიდულობს. ლარის დევალვაციას და მთავრობის არასწორ პოლიტიკას უკავშირებენ ექსპერტები ფასების ზრდის ტენდენციას. პაატა შეშელიძის ვარაუდით, ლარის არამდგრადობის გამო ფასების ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი და ტარიფები საგრძნობლად გაიზრდება იმპორტირებულ პროდუქციაზე. ფასების და ბუნებრივი შედეგია დევალვაციის და იმ გავრკველობის, რომელიც მთავრობის მხრიდან არის შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბაზარზე ის აქონენ, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, უფრო ძვირად მოყიდონ. წინა საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით ექსპერტები ინფლაციური პროცესების გაგრძელებას ვარაუდობენ. მათი განცხადებით ფასების ზრდას მხოლოდ ლარის კურსის გამყარება შეაჩერებს. მეტი თვალსაჩინოებისთვის ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე გვეტყვის, რატომ დაიწყო ლარმა გაუფასურება და არსებობს თუ არა გამოსავალი. ასევე გავიგოთ, გაიმყარებს თუ არა პოზიციას ეროვნული ვალუტა ახალი წლის შემდეგ მაინც. ბატონი ლევანი გვერდება პირდაპირ ეთერში, გააკეთებს საინტერესო პროგნოზს, მე მას დავუთმობ ეთერს. მოგესალმებით. ბუნებრივია ძალიან ნეგატიური ტენდენციებია, ძალიან მძიმე სოციალური ფონის თანხლებით, მაგრამ იმისთვის რომ რეალურად გავარკვიოთ არსი ამ საკითხის, უნდა ვიცოდეთ რამ გამოიწვია რეალურად ლარის რყევა. ლართან დაკავშირებული თემები პრაქტიკულად არის ლოგიკური გაგრძელება იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, რაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში ხორციელდებოდა და ეს რამე ერთი რომელიმე კონკრეტული უწყების, ერთი რომელიმე კონკრეტული მოვლენის მიზეზით არ ხდება. ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ დოლარის მასა წლის ბოლოსთვის ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა. უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვეულია სადოლარე ნაკადების შემცირებით. პირველ რიგში ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ქვეყნის მიერ მისაღები კრედიტები და გრანტები, პირდაპირი ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ქვეყანაში შემოსული დოლარის მასა არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე ქვეყნიდან გასული. შესაბამისად ხდება ის, რომ ქვეყანაში დოლარის მასის შემცირება დოლარზე მოთხოვნის ზრდას აჩენს და ეს პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ლარის კურსი ზემოთ მიდის, ანუ ლარის მწყიდველობითი უნარი უფასურდება. ამას ემატება ქვეყანაში განხორციელებული ხარჯვითი პოლიტიკა, განხორციელებულ ხარჯვით პოლიტიკაში რიგი სირთულეები და ხარვეზები. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს აქტუალური თემა არის, ეს არის ფინანსთა სამინისტროს და მეორეს მხრივ ეროვნული ბანკის ურთიერთმიმართება. რამდენად კოორდინირებული იქნება ეს მუშაობა, ამაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თავად კურსთან დაკავშირებული ტრენდი, როგორ გაგრძელდება. ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა განახორციელა 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პირველი ტრანში იყო და ამას საშუალება მოგცა, რომ კურსი 1.83-დან დაბლა წამოსულიყო 1.91-მდე. ეს იყო პირველი ტრანში და ეროვნულმა ბანკმა ამით აჩვენა, რომ მას აქვს გარკვეული ინსტრუმენტი. მეორე ტრანში ასევე 40 მილიონის ფარგლებში განახორციელა ეროვნულმა ბანკმა ასევე, მაგრამ ამ შემთხვევაში მონეტარული ინსტრუმენტი იყო არაეფექტური და კურსი 1.84-დან უკვე ავიდა ზემოთ 1
86-მდე. ეს იყო მეორე ტრანშის ეფექტი. თუმცა ამის შემდეგ კურსის ზრდა გაგრძელდა და 1.99 გახდა ის საბოლოო კურსი, რაც დღესაც ეროვნულ ბანკს აქვს დაფიქსირებული ოფიციალურად. სრულიად შესაძლებელია, რომ ის კურსი, რაც დღეს არის, თუნდაც ოფიციალური, თუნდაც არაოფიციალური 2-დან 0.5 უახლოეს პერიოდში დასტაბილურდეს და საბოლოო ჯამში მივიღოთ ჩვენ ახალი წონასწორობის კურსი დაახლოებით 1.9-ის დონეზე. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ჩვენ ძველ კურს 2015 წლის განმავლობაში დაუბრუნდებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა და არარეალისტურია. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მონაწილეობდა მოამბის პირდაპირ ეთერში, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მას. ამ დროისთვის დოლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ კურსს 5 პუნქტით აღემატება, სავალუტო ჯიხურებში კი დოლარს 2 ლარად ყიდულობენ, როგორც უკვე გითხარით და 2 ლარად და 5 თეთრად ყიდიან. ეს იყო დღის ერთ-ერთი მთავარი თემა, ახლა კი არანაკლებ საინტერესო რეპორტაჟები და სტუმრები. მოამბე თავდაცვის მინისტრის გეგმებით დაინტერესდა მინდია ჯანელიძე გასულ კვირას ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში ნატოს ექსპერტების ჩამოსვლა დაანონსა და ნატოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრის მშენებლობის დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო მინისტრო, საღამომშვიდობის. დიდი მადლობა, რომ ხართ მოამბის სტუმარი. პირველ რიგში საინტერესო იქნება ხედვა ახალი მინისტრის, რომლის შესახებაც თუნდაც მედიამ ბევრი არაფერი არ იცის. როგორი იქნება თავდაცვის განვითარების გეგმა და სტრატეგია? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი კურსი ორიენტირებული იქნება ზოგადად დაეფუძნება იმ კურსს, რაც ჩვენს მთავრობას გააჩნია. ეს არის ევროპული ინტეგრაციის კურსი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, გარდა ამისა, ჩვენ შიდა პრობლემატიკასთან დაკავშირებით გავააქტიურებთ მუშაობას იმ პრობლემების მოგვარების და აღმოფხრის მიზნით, რაც დღეს შეიარაღებულ ძალებს გააჩნია და რაც დღეს ჩვენ ჯარს აწუხებს. აქ მე გულისხმობ მთელ რიგ, ასე ვთქვათ, ღონისძიებებს, რაც უკავშირდება ოპტიმიზაციას, თავდაცვის რესურსების ხარჯვის, ამ რესურსების უფრო ეფექტურად გამოყენების, რაც უკავშირდება ეფექტურობის ამაღლებას თითეული დანაყოფის თავდაცვის სამინისტროსი, ერთ სიტყვით ჩვენ გვაქვს სრული აჯენდა და სრული ხედვა მომავლისკენ, ასე ვთქვათ, სulis. გასულ კვირას ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც მინისტრმა დაასახელა, თქვენ როდესაც იმყოფებოდით საარტილერიო ბრიგადაში, განცხადეთ, რომ არტილერია იქნება თავდაცვის მინისტრისთვის პრიორიტეტი. სხვა პრიორიტეტებზეც თუ შეგვიძლია დღეს ვისაუბროთ? რა თქმა უნდა, არტილერია ისევე როგორც სხვა მიმართულებები ჩვენი შესაძლებლობების, თავდაცვის შესაძლებლობების იქნება პრიორიტეტული და ზოგადად შესაძლებლობების ზრდა ჩვენი შეიარაღებული ძალების იქნება პრიორიტეტული. ეს არის მთავარი მიმართულება ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები, ჩვენი ძალისხმევით განვითარების ახალ ეტაპზე უნდა ავიყვანოთ და შესაბამისად რა თქმა უნდა, ყველა იმ საშუალებების განვითარება, რაც ჩვენ თავდაცვის უნარიანობას განამტკიცებს და უფრო განვითარებულს გახდის, ყველა ამ საშუალებას ჩვენ გამოვითარებთ ეტაპობრივად წინასწარ შემუშავებული განსაზღვრული გეგმის მიხედვით. 2016 წლიდან ჯარი გადადის საკონტრაქტო სისტემაზე. ამის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს უკვე საზოგადოებას. საინტერესო იქნება, ხომ არ აპირებთ გადახედოთ ამ ცვლილებას, რომელიც გენშტაბმა თავის დროზე საკმაოდ სერიოზული გეგმა მოამზადა. ანუ წვევამდელებიც კი სავალდებულო აღარ იქნება, ნებისმიერ ჯარისკაცს გაუფორმდება ხელშეკრულება. იცით რა შეასაქმე, ჯარში არსებობს სხვადასხვა კომპონენტები, რომელთა შესასრულებელი ამოცანები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. აქედან გამომდინარე, როცა საკონტრაქტო სამსახურზეა საუბარი, ეს ძირითადად შეეხება საბრძოლო დანაყოფებს, რაც შეეხება უზრუნველყოფის დანაყოფებს, შესაძლებელია, რომ აქ გარკვეული ნაწილი სამხედრო მოსასახურეების იყვნენ წვევამდელები, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ საბრძოლო დანაყოფებს, რომელსაც საბრძოლო ამოცანები უნდა გადაწყვიტონ, ისინი გადავლენ საკონტრაქტო პირობებზე.
დიახ, ანუ ბოლომდე თქვენ არ ფიქრობთ, რომ თუნდაც წვევამდელები კონტრაქტის მიხედვით შეირჩეს? წვევამდელები და კონტრაქტით სამსახური ეს ორი განსხვავებული რამ არის. კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ნებისმიერ პიროვნებასთან, მათ შორის წვევამდელი სასაკის, თუმცა წვევამდელი ქვია პირს, რომელიც ჯარში მსახურობს სავალდებულო საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ძირითადი კომპონენტი, რა თქმა უნდა, იქნება საკონტრაქტო სამსახურზე დაფუძნებული, თუმცა არ გამორიცხავთ იმასაც, რომ გარკვეული კომპონენტი, რომელიც ძირითადად უზრუნველყოფას უკავშირდება, შეიძლება დარჩეს წვევამდელებზე დაფუძნებული. გასულ კვირას, როგორც ცოტა ხნის წინ აღნიშნე, საქართველოში იმყოფებოდა ნატოს გენერალური დივნის წარმომადგენელი. თქვენთან გამართა ამ პირისპირ შეხვედრა, ისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე, ასევე ყურადღება გამახვილდა, როგორც ვიცი, არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე. ამაზე მინდა მომისმინო თქვენი მოსაზრება და ასევე საინტერესო იქნება, რა ეტაპზეა სასწავლო საწვრთნელი ცენტრის გახსნის პროცესი. იგივე ტერიტორია უკვე შეირჩა, არ შეირჩა და ექსპერტები, რომლებსაც ნატო გამოგზავნის საქართველოში, რა მისით ჩამოდიან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ბატონ ჯეიმს აპატურაისთან და ამ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც უელსის სამიტზე საქართველოს გადმოეცა. ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენ საგზაო რუკაზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ. იანვარში ჩამოვა შეფასების მისია, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს იმპლემენტაციის გეგმაზე მუშაობის პროცესს. ჩვენ, რა თქმა უნდა, საწყისი ხედვები ყველა ინიციატივის მიმართ გაგვაჩნია, თუმცა ამას სჭირდება დამატებითი კონსულტაციები ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან, სჭირდება დამატებითი განხილვები და მე იმედი მაქვს, რომ თებერვალში, როცა იქნება თავდაცვის მინისტერიალი ნატოში, ეს საკითხი საბოლოოდ შეთანხმდება და გადაწყდება. მე გულისხმობ იმპლემენტაციის გეგმას. რაც შეეხება ცალკეულ ინიციატივებს არსებითი პაკეტის, ერთობლივი სასმელი ცენტრი და ეს ჯგუფი ნატოს სპეციალური, რომელიც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები. ამ საკითხებზე საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით გაგვაჩნია. რაც შეეხება დანიშნულება ჯგუფის, დანიშნულება ჩვენი ნატოელი პარტნიორების ჯგუფის იქნება ზოგადად არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი და დახმარების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობის ამაღლების მიზნით. ჩვენ ველოდებით წლის პირველ ნახევარში, წლის პირველ თვეებში აი ამ ჯგუფის საქართველოში ჩამოსვლას. დიახ. ჩემ მომდევნო შეკითხვა შეეხება უწყების გამჭვირვალობას. საექსპერტო წრეებში საუბრობენ, რომ შესაძლოა ახალი მინისტრის პირობებში, რომელიც თავის დროზე იყო მზვერავი, ჩაიკეტოს ეს უწყება და ინფორმაცია არ იქნეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე ასევე ვიცით, რომ ორი მოადგილე წარადგინეთ. სხვა მოადგილეებთან დაკავშირებით რას გვეტყვით ამ დროისთვის? მოგახსენებთ ჩვენი მმართველობის პირობებში, ჩვენი გუნდის მმართველობის პირობებში სამინისტრო იქნება ისეთივე გახსნილი, როგორც იყო მანამდე. ჩვენ გეგმავთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან, რადგანაც გჯერა და მეგვაჩნია, რომ საზოგადოება უფლებამოსილია იცოდეს მის შეიარაღებულ ძალებში, მის თავდაცვის უწყებაში რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მრავალმხრივი ურთიერთობა გვექნება საზოგადოებასთან. ერთის მხრივ ეს არის ინფორმირება და ზოგადად საზოგადოების საქმის კურსში ჩაყენება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესებზე. ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებაში არსებული ინიციატივების გაზიარება და თუ საჭიროა და თუ ეს მიზანშეწონილია, ამის დანერგვა და გამოყენება ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების პროცესში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება. ცალსახად აღნიშნა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება. მოადგილეებს რაც შეეხება მოადგილეებს, ჩვენ ამ ეტაპზე ორი მოადგილე წარვადგინეთ. აღნიშნული პირები არიან მაღალი დონის პროფესიონალები, ხაზს უსვავ. აქვთ საკმაოდ შთამბეჭდავი ბიოგრაფია საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები თავს გაართმევენ ძალიან მაღალ დონეზე დაგესლებულ მოვალეობებს და პირნათლად იმსახურებენ ქვეყნის წინაშე.
ბატონო მინისტრო, ასევე საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია ჯარის კვებასთან დაკავშირებით. თქვენს წინამორბედს ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად აკრიტიკებდნენ. გამოცხადდა თუ არა ტენდერი იგივე კომპანიებთან გააგრძელებთ თანამშრომლობას, ანუ რამდენად იქნება კვების მხრივ ხარისხი ან იგივე ან გაუმჯობესებული. თქვენ ეთანხმებით თუ არა ესეც საინტერესოა იმ მოსაზრებას, რომ თავის დროზე არ იყო კვების ხარისხი მაღალ დონეზე. ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ კვების ხარისხი ზოგადად და კვებითი მომსახურება საბოლოო ჯამში იყო დაბალ დონეზე. ამ მხრივ არ დამალავ და ვიტყვი გვაქვს ცუდი მდგომარეობა. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ 50-ზე მეტ სასადილოში, სადაც ჯარი იკვებება, არ არის ის პირობები, ის ელემენტარული პირობები, რომელიც საჭიროა ძალიან მარტივი ჰიგიენური ნორმების დაცვისათვის. ჩვენ ეს პრობლემა ორ ნაწილად გავყავით. ერთი, რაც გასაკეთებელია დაუყოვნებლივ იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო შემთხვევები კვებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე ნაწილი უკავშირდება საშუალოვადიან პერსპექტივას, რათა ის სასადილოები, სადაც ჯარი იკვებება, მოვიდეს სულ წესრიგში და სულ სტანდარტებში, რათა ჩვენ ჯარისკაცებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ კვებითი მომსახურების მისაღებად. ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა მოვისმინო 2015 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება, თუ არის უკვე გეგმა და გაიზარდა მოგაყდათ, იმიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა და მთელი განცხადებები კეთდებოდა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მცირდება, როდესაც სწორედ პრიორიტეტია ქვეყნისთვის საქართველოს თავდაცვა. მოგახსენებთ, მიმდინარე წელს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება 15 მილიონი ლარით, ხოლო ის ციფრები, რაც წარმოდგენილი იყო საზოგადოების წინაშე, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ 2015 წლის დასაწყისში სააქციო საზოგადოება დელტა, რომელიც მანამდე ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, გავიდა თავდაცვის სამინისტროდან და ეხლა იმყოფება ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. შესაბამისად, ის ბიუჯეტი, რომელიც დელტასთვის იყო გამოყოფილი თავდაცვის ბიუჯეტიდან, წილად ხვდა დელტას. თუმცა დარჩენილი ბიუჯეტიდან 15 მილიონით გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი. ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომ ის რესურსები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს თავდაცვაზე, დაიხარჯოს ოპტიმალურად. შესაბამისად, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენი ხედვა უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას. დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძემ ასხობდა მოამბის შეკითხვებს. დაგემშვიდობებით. ჩვენ წინ კიდევ ერთი საინტერესო თემა გველოდება, რამდენიმე წამში ასევე შემოგვიერთდება სტუმარი ქართული მართლმსაჯულება, ხარვეზები, რეფორმა და პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებული თემიდან. არასამთავრობო სექტორის სასამართლოს სამართლიანობის ხარისხით ინტერესდება და კვლევას აქვეყნებს. ავტორებია საია და გამჭვირვალობა საქართველოს. მათი წარმომადგენლები 3 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ სასამართლო პროცესებს, რომლებიც შემთხვევით შერჩევით გახდა მონიტორინგის საგანი. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესდა, ასეთია დასკვნა, ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადა, რომელიც პირველი მოსამართლის თქმით შესაძლოა ვერდიქტის გამომტანთა მუშაობის ხარისხზე უარყოფითად აისახოს. იძულებული გახდები საპროცესო აიმე პრობლემა გაქვთ. მიმართეთ მანდატური სამსახურის გახმა 51-21. თუ მანამდე 100-დან 100% შემთხვევაში მოსამართლე აკმაყოფილებდა პროკურორის ყველა შუამდგომლობას, ეს იქნებოდა პატიმრობა, გირაო, არ ქონდა არც ერთი გამონაკლისი, რომ მოსამართლეს არ დაეკმაყოფილებინა პროკურორის შუამდგომლობა და თითოეული ის თანხა აისახებოდა ხოლმე სასამართლოს განჩინებაში, რასაც პროკურატურა მოითხოვდა. დღეს გვაქვს შეცვლილი სურათი, მოსამართლეები უფრო თამამად ღებულობენ უფრო დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს. სახელმწიფო, როდესაც დააობს სახელმწიფო სასარგებლოდ გადაწყვეტილებები, არის უფრო ნაკლები და უფრო მეტი არის მოქალაქეების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო აღმასრულებელი ხელისუფლებისგან უფრო დამოუკიდებლად გრძნობს თავს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გვერდება სტუდიაში და სწორედ სასამართლო სისტემაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. დიდი მადლობა ბატონო თავმჯდომარე ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ძალიან ბევრ საკითხზე მოვისმენ თქვენს პოზიციას. პირველ რიგში მაინც საუბარი დავიწყოთ კვლევით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით ჩატარდა დასკვნის მიხედვით, ანუ ტენდენცია გამოიკვეთა ბოლო 2 წლის განმავლობაში გაცილებით უფრო ობიექტური გახდა სასამართლო სისტემა. რა იყო მიზეზი, მანამდე რატომ არ იყო დამოუკიდებელი, ამაზეც იქნება თქვენი მოსაზრება საინტერესო. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ამ საკითხებზე პირდაპირ ეთერით, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ტენდენციას ვაკვირდებით ჩვენ დღეს და ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის დონე არის ძალიან მაღალი ახლა. მე მინდა დავიწყო სწორედ ამით და ეს, ასე ვთქვათ, ძალიან აშკარად ჩანს კიდეც. თუმცა რა თქმა უნდა არის ხარვეზები და აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით, რომ იდეალურად 100%-ით დამოუკიდებელი ახლა სასამართლო, მაგრამ არის ძალიან მაღალ დონეზე. ეს კვლევა რაც წარმოდგენილი იყო, მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენი მონაწილეობით ფაქტობრივად ჩვენი უცხოელ პარტნიორებთან, ადგილობრივ არასამთავრობოებთან მიმდინარეობდა ეს ყველაფერი და საინტერესოა ის შედეგები, რომელიც დაიდო, რაც ასახავს კიდეც ამ მდგომარეობას, რაც ჩვენ გვაქვს პრეზენტაციაზე, რაც იყო წარმოდგენილი კვლევის ავტორების მიერ. მე ძალიან დიდწილად ვეთანხმები ყველაფერ ამას, მინდა გითხრათ. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ის რომ თითქოს ადრე გაცილებით სხვა მდგომარეობა იყო, ამაში ნაწილობრივ შეიძლება დავეთანხმო და ერთს ვიტყვი, რომ გარკვეულწილად სურათი შეიცვალა სწორედ მას შემდეგ და ეს ძირითადად სისხლის სამართლის მასშტაბებას ეხება, როცა მივიღეთ და პარლამენტმა მიიღო ჩვენი უშუალოდ მონაწილეობით, ჩვენ ერთ-ერთი ავტორები ვიყავით ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ამ კოდექსმა ბევრი რამე შეცვალა თავისთავად. და თუ დავაკვირდებით სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც 2010 წელს მოიცავს, ჩვენ დავინახავთ, რომ წინა წლებთან შედარებით გაცილებით უფრო გაუმჯობესდა სიტუაცია და ნელ-ნელა სწორედ აქეთ მოდიოდა. ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ნელ-ნელა ეს სიტუაცია შეიცვლებოდა და უკვე შემდეგ 2012 წლის შემდეგ 13-14 წლებში ეს აშკარად გამოჩნდა, რომ მოსამართლეებმა, რომლებიც მაშინაც მუშაობდნენ და ეხლაც მუშაობენ, თვითონ თავად შეძლეს აი ამ თავისი ინდივიდუალური მონდომებით დამოუკიდებლობის უკიდურეს ხმას შეგრძნებით შეძლეს და მიიღეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები, რამაც მთლიანად სისტემაზე იმოქმედა და ეს ყველას კარგად ჩანს. კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს ასევე ხაზი გაისვა 2011-12 წლებს, ანუ ამ პერიოდშიც მიმდინარეობდა ეს კვლევა. აქ იყო საუბარი, რომ ამ დროის განმავლობაში სასამართლო პროკურატურის მიმართ იყო მიკერძოებული და როგორც ამბობენ ავტორები, ეს ტენდენცია ბოლო წლებში შეიცვალა. ნუ ბოლო წლებზე ვისაუბრეთ. ამ საკითხშიც ეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ გარკვეული მიკერძოება პროკურატურის მიმართ გასულ წლებში არსებობდა. იცით რა, მე მიზეზებზეც თუ შეგვიძლია ვისაუბროთ. კი, მე გითხარით, რომ გაცილებით უფრო შეიცვალა მდგომარეობა 2010 წლიდან. ჩვენ რომ მანამდელი მონაცემები გქონდეს, უფრო კარგად დავინახავდით ამას. 2010 წელმა შეცვალა, იმიტომ რომ ახალი საპროცესო კოდექსი იქნა მიღებული და მოსამართლეებმა თავისთავად ამ პროცესიდან გამომდინარე უკვე დაიწყეს გადაწყვეტილებების მიღება ისეთის, რომელიც თქვათ არ იყო არც ერთი მხარისკენ და არც მეორე მხარისკენ მიკერძოებული, არამედ იყო ობიექტური. რა თქმა უნდა, შედარებისთვის თუ ვიტყვით, ეს შეიძლება დავინახოთ, თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ პირდაპირ ესე ყველა საქმეში მიკერძოებული იყო პროკურატურისკენ, იმიტომ რომ თუ ჩვენ ახლა ამაზე გავაკეთებთ აქცენტს, მე შემიძლია გითხრათ, რომ 2011-12 და 2012 წლის შემდეგ 2013 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებიდან, მაშინდელიდან და ახლანდელიდან იყო ძალიან სერიოზული დაწოლა, ასე ვთქვათ, სასამართლოებზე, რომ ცდილობები იმისა, რომ მათ მიეღოთ სასარგებლო გადაწყვეტილებები, ხო, ხელისუფლების, მაგრამ მაშინაც და ეხლაც ამ ზეწოლისგან სასამართლო მოსამართლეები თავად მე მგონი უფრო მეტად გამარჯვებული გამოვიდნენ და უფრო თუ დღეს მათ დამოუკიდებლად ეძლევათ მუშაობის შესაძლებლობა. ამას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ მაშინაც და ეხლაც ესეთი სიტუაცია იყო, ხო, 2013 წლის პირველ ნახევარში რაც იყო, პირველ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2012 წლის ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასე ვთქვათ, პირდაპირი აქცენტი იმაზე, რომ სასამართლოზე მიდიოდა ძალიან დიდი ზეწოლა, ასეთი ზეწოლა, ასეთი ღია აშკარა მანამდე არ ყოფილა. ამიტომაც ვამბობ, რომ თუ მაშინ იყო ესეთი შეფარული, ახლა იყო აშკარა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოსამართლეები გამოვიდნენ მაინც გამარჯვებული, იმიტომ რომ მათ თავად
გადაწყვიტეს, რომ ჩვენ აქეთ მოვდივართ, ამ დამოუკიდებლობისაკენ მოვდივართ. ეს ხალხი სწორედ ის ხალხია, რომელიც ამ რეფორმის პერიოდში დაინიშნა და არა სხვა ვინმე ახალი, რომ არავინ არ მოსულა ახალი და მათ გადაწყვიტეს თავიანთი შემართებით, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის იდეალური, მაგრამ ვთქვათ, არის უმაღლესი დონის, ისეთი მაღალი დონის, რომელსაც თავად უცხო ქვეყნების წარმომადგენლები პირდაპირ აფასებენ, რომ ეს არის ძალიან მაღალი დონის დამოუკიდებლობა. ბატონო თავმჯდომარე, მიუხედავად დადებითი ტენდენციებისა, პოლიტიკურ წრეებში გვესმის სხვადასხვა ინფორმაცია. მე ორ შედარებას გავაკეთებ. პირველი ესა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ამბობს თუ მათი თანამდებობის ყოფილი მაღალი პირების მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი, ოცნება სასამართლოს იყენებს პოლიტიკურ იარაღად. იგივე განცხადებები კეთდება ოცნების მხრიდან, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების გამამართლებელი განაჩენი თუ იქნება გამოტანილი, თქვენი სახელი და გვარი გაიჟღერებს ხოლმე, რომ თქვენ ხართ ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირი. და პირიქით თუ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი გამოსული, მაშინ აცხადებენ ძალიან ღიად, რომ სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი, ამიტომ მას უნდა ვენდოთ და პატივიცეთ მის გადაწყვეტილებას. ეს აი რაც თქვენ მოიყვანეთ, ეს ასე ვთქვათ სრული ულოგიკობა აშკარად აჩვენებს იმას, რომ სასამართლო სწორი არის ამ გადაწყვეტილებებში. გნებავთ იქნება ეს გამამტყუნებელი, იქნება ასე ვთქვათ გამამართლებელი, ასეთი შეფასებები რადგან კეთდება, აბსოლუტურად არაობიექტური. რა თქმა უნდა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თავად სასამართლო მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება და ვის მოწონს და ვის არ მოწონს, ამას გამოხატავს ღიად და აშკარად, ხო? ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ ეს ჩვენ მოგწონს, ეს კარგია და ამიტომ დამოუკიდებელია, ან პირიქით ეს არ მოგწონს, ამიტომ ვიღაცამ სასამართლო გამოიყენა. ეს არის ძალიან მარტივი დასანახი, მე მგონი და საერთო ჯამში კი სიტუაცია არის ისეთი, რომ თუ კი მტკიცებულებები არ არსებობს, იმის დამადასტურებელი, რაშიც ადამიანს ბრალი ედება, ეს ყველა უნდა იცოდეს, ამის მტკიცების ტვირთი ეკისრება პროკურატურას და სასამართლო ვერ გაიზიარებს მაშინ ამ მტკიცებულებას, თუ კი არ არის ისინი საკმარისი. ამ პირიქით, თუ საკმარისია, რა თქმა უნდა გაიზიარებს სასამართლო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასე რომ ის თუ როგორ განცხადებები კეთდება, თავისთავად ამ განცხადებებს თუ დაუკავშირებთ იმ გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს, აშკარად დავინახავთ უსაფუძვლობას ამ განცხადებებისა და პირიქით საფუძვლიანობას სასამართლოს გადაწყვეტილებებს. საინტერესო იქნება თქვენი არგუმენტი მომდევნო საკითხზე, რომელზეც გასულ კვირას საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ, მათ შორის თქვენი განცხადებაც მოვისმენთ, თუმცა არავრცელი ეს ხო ინტერვიუს სახით, რომელიც მოხდა სიუჟეტში. მოსამართლეების დანიშვნის წესს გულისხმობ, გამოსაცდელია და 3 წელი. ეს 3 წელი რეალურად იქნება წარმატების ფორმულა თუ სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ვერდიქტის გამომტანის დამოუკიდებლობის ხარისხს. და სად არსებობს გამოსავალი შესაძლოა კანონში ცვლილებები შევიდეს. მე ვიცი, რომ თქვენ გეთანხმებიან მოსამართლეთა ასოციაციის წარმომადგენლები აპირებენ მთავრობას წერილით მიმართონ, ასევე უფლებადამცველების ნაწილიც იზიარებს თქვენს პოზიციას. გამოსავალი არის პოლიტიკური ნება. იმიტომ რომ ყველა სხვა მონაწილე პირის სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მთელი თანამედროვე ცივილიზებული კაცობრიობის ნება უკვე გამოხატულია, რომელიც ერთხმად ამბობენ, რომ ესეთი გამოსაცდელი ვადით, მცირე ვადით მოსამართლეთა დანიშვნი მარტო საქართველოში კი არა, საქართველოს მსგავსი, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ქვეყნებში არის ძალიან სარისკო და ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს დამოუკიდებლობისათვის. ამიტომ ერთადერთი რაც რჩება ეხლა, რჩება პოლიტიკური ნება, რომელიც დარჩენილმა ორმა ხელისუფლებამ, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა გამოავლინოს და გაიზიაროს ის საერთო შეხედულება, რომელიც არ შეიძლება, რომ ყველა დანარჩენი ცდებოდეს და ვიღაცები მხოლოდ ერთი ნაწილი იყოს მართალი, ხო? იმიტომ რომ კონსენსუსი არსებობს აბსოლუტურად ყველგან ყველა ქვეყანაში. სადაც კი ესეთი ნორმა მიუღიათ საქართველოს მსგავს, ასე ვთქვათ, ქვეყნებში. ყველგან საერთაშორისო ორგანო, მაგალითად ვენეციის კომისიას ავიღებ, ყველგან ერთი და იგივე დასკვნა იწერება, რომ ეს არის ძალიან სარისკო, ეს ქმნის საფრთხეს დამოუკიდებლობის, ეს ქმნის საფრთხეს იმისა, რომ მოსამართლეებმა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. პირდაპირ ესეთი დასკვნები იწერება. ასე რომ ჩვენთანაც ძალიან დიდი საფრთხეა ამისა და პლუს კიდე ერთ საფრთხეს გაჩვენებთ, წარმოიდგინეთ, რომ 3 წლით არის დანიშნული მოსამართლე, რომელმაც განიხილა თქვენი საქმე და თქვენ არ ხართ კმაყოფილი შედეგით, იმიტომ რომ წააგეთ, ვერ მიიღეთ ის, რაც გეკუთვნოდათ და აღმოაჩინეთ, რომ 3 წლის შემდეგ ეს მოსამართლე არ დაინიშნა.
აღმოჩნდა რომ ან კომპეტენტურობაში ქონდა პრობლემა, ან კეთილსინდისიერებაში, ხო? ძალიან უკმაყოფილო იქნება ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გაიგებს, რომ ჩემი საქმე ისეთ მოსამართლეს განუხილავს თურმე, რომელსაც ან ერთი ქონდა პრობლემა კომპეტენტურობას, ან კეთილსინდისიერებით. მონიტორინგს უწევს თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და აქაც დიდი პრობლემაა რა. იქ სადაც კი არსებობს ესეთი მონიტორინგის, ესეთი გამოსაცდელი ვადები, ძირითადად უკვე ჩამოყალიბებულ ტრადიციულ დემოკრატიებში, სადაც აბსოლუტურად პრობლემა არ იქნება ამისა. ყველგან, ყველა შემთხვევაში ამ მონიტორინგს უწევენ მოქმედი მოსამართლეები, თავად მოსამართლეები. ჩვენთან ესეც დარღვეულია ეს პრინციპი, თუნდაც რომ წავიდეთ იმაზე, რომ ეს იყოს, არსებობდეს, არა მოსამართლე წევრები უწევენ მონიტორინგს. ანუ არა მოსამართლე წევრები, რომელსაც არ უმუშავიათ მოსამართლედ, მათ უნდა შეაფასონ ამ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ეს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ნამდვილად ეს პირველ რიგში მთელ ძირითად საფრთხეს ეხლა ამ ეტაპზე სასამართლოსათვის, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია, მე ვთვლი რომ ეს არის სამწლიანი დანიშნულება. რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვის წესს, რამდენად არის სასამართლო მზად, რომ მოწმე სასამართლო დარბაზში დაკითხოს, დაახლოებით 1 წელიწადში უკვე ეს ამოქმედდება და ასე უნდა დაიწყოს. სხვა ემუქრება ამ პროცესს დაუშვათ. მე ვფიქრობ, რომ აქ სასამართლო არასწორი ადრესატია, იმიტომ რომ პირველ რიგში უნდა ვკითხოთ პროკურატურას არის თუ არა მზად იგი და მოემზადა თუ არა იმისათვის, რომ აბსოლუტურად სხვა სისტემაზე გადავიდეს მოწმეთა დაკითხვის. იმიტომ რომ სასამართლო დაიტვირთება, მაგრამ ეს სასამართლოს ახალი არ არის. მე შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შემდეგ 2013 წელს 2 თვის განმავლობაში სასამართლო სისტემამ განიხილა 45,000 საქმე. დაიტვირთა, მაგრამ განიხილა. ასე რომ მთლიანად წლის განმავლობაში ამნისტიის გარეშე სისხლის სამართლის საქმეები არის დაახლოებით 10-12,000. ბუნებრივი ამასაც გაუძლებს სასამართლო ძალიან კარგად, დაიტვირთება, მაგრამ გაუძლებს, თუ კი დამატებით ეს მოხდება, მაგრამ პირველ რიგში ეს კი არ არის მთავარი, ამას თავისუფლად აიღებს სასამართლო. პირველი და ყველაზე მთავარი არის, რამდენად მომზადებული არიან პროკურატურის წარმომადგენლები, რომ აწარმოონ დაკითხვები სრულიად ახალ გარემოში, არა კაბინეტებში, არამედ სასამართლოს დარბაზებში. ეს არის ყველაზე მთავარი. მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ 2 წელი მე მგონი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის, რომ დაწყებული იყო სპეციალური ტრენინგები და კიდე 1 წელია დარჩენილი, რომ კარგად მოემზადონ პროკურორები, რომ ესეთი დაკითხვები აწარმოონ უკვე ყველასთან დასწრებით. დიდი მადლობა და ჩვენი საუბრის ბოლოს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ იუსტიციის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს განაცხადა ერთი სული მაქვს, როდის ამოეწურება თავმჯდომარის ვადა. რატომ არ შედგა თქვენსა და იუსტიციის მინისტრს საქმიანი თანამშრომლობა და დღემდე რატომ გრძელდება დაუშვათ ასეთი დაპირისპირება? თქვენ როგორ ფიქრობთ? ვერ გეტყვი, ალბათ იმიტომ რომ მას იგი აბსოლუტურად სხვაგვარად ხედავს სასამართლოს და მის დამოუკიდებლობას. და აბსოლუტურად პრინციპული განსხვავებებია ამაში და ეს მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი ის მოვიდა მინისტრად, მაშინვე მისი განცხადებები მიანიშნებდა იმაზე, რომ პირველ რიგში ის ცდილობდა მოსამართლეებზე პირდაპირ ზეწოლის გზით განეხორციელებინა, გარკვეული გავლენა მოეპოვებინა და ეს აშკარად ჩანდა. ის ამბობდა, რომ მოსამართლე უნდა იყოს მიუკერძოებელი და ხო, მაგრამ არ შეიძლება რომ ამას ამბობდე და თან მოსამართლეები ჩამოთვალო სახელი და გვარები მათი და თქვა, რომ აი ესენი მე ხელს მიშლიან და უნდა წავიდნენ სასამართლოდან. ეს არის ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი მინისტრი თავის კარიერას დაამთავრებდა მაშინვე. ამაზეც ეთყობა, რომ ჩვენ არა ვართ სრულყოფილი დემოკრატია, რომ ეს მომხდარიყო ჩვენთან, ამიტომ ეხლა უნდა წავიდეს სწორედ ამ გზით და ევროკავშირის წევრობა ამას მოაქვს. რეალურად თუნდაც სასამართლო რეფორმის კუთხით რაიმე პროცესი შეაფერხა ან დააზარალა? რა თქმა უნდა დააზარალა, იმიტომ რომ ამ ასე ვთქვათ მოქმედებებმა და ასეთმა აგრესიამ გარკვეულწილად მაინც იმოქმედა ხო მოსამართლეებზე. ისინი კი ძალიან პრინციპულად უდგებიან, არის რაღაც გარკვეული ხარვეზები სწორედ ამის გამო ალბათ, მაგრამ უკეთესი იქნებოდა რომ ეს არ ყოფილიყო. პირიქით ყოფილიყო მხარდაჭერა მაგალითად მათი უვადო დანიშვნის საკითხში. ეს გაცილებით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად ამაღლებდა მათ დამოუკიდებლობას ასეთ შემთხვევაში, მაგრამ სამწუხაროდ ეს გზა კიდე გასავლელი. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვფიქრობ საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი პასუხობდა მოამბის შეკითხვებს. ჩვენ კიდევ ერთი სტუმარი გველდება, რომელსაც რამდენიმე წამში უკვე დავკავშირდებით პირდაპირ ეთერში. ისანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილები და სოციალურად დაუცველები ალტერნატიულ ფარდს ითხოვენ. 250-მდე ოჯახი
ოჯახმა გასახლების შესახებ მოწმობა დევნილთა სამინისტროსგან რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომლის თანახმად შენობა ორშაბათს უნდა დაიცალოს. პრობლემის გასაცნობად ადგილზე მივიდა ისნის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილმა განმარტა, რომ შენობიდან გაყვანა იქნება დროებითი და სახელმწიფოს მიერ ქირის გადახდას ითვალისწინებს. ითქვა ასე, რომ ორშაბათს დატოვებთ აქაურობას, გახვალთ აქიდან. ეს არის აბსურდი, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, რომ ვინმე ხელი მოაწერა. გადავკეტავთ გზებს, ცოცხალისული და აი ბავშვებიც რომ დავხოცო, მან და გადავუარო, მანქნით ჩემი ფეხით არ გავა. გვპირდებია გაგიყვანთ ქირი, გაუყვანიათ ბევრი დევნილი, მაგრამ ის დევნილი, ვისაც უხდიდნენ ის 2 თვე და 3 თვე, ის ზოგზედაც საერთოდ არ გადაუხდიათ, ისე უკან მოbrunდნენ. კი, წავალთ, როცა მოგცემენ ჩვენს ფართებს. ქირით ჩვენ აქედან არ გადავართ. ალტერნატიული ფართები კი შემომთავაზეს. უარს არ მომხოლთ. ერთი კოტეჯი და ერთი კომპენსაცია და 18 სულიან ოჯახს ერთი კოტეჯი და ერთი კომპენსაცია მეყოფოდა. აი ამაზე ვთქვი უარი, რომ და არ მომწეს სხვა საშუალება. რამდენიმე წუთში მინისტრი სოზარ სუბარი შემოგვერთება, მანამდე დღის კიდევ ერთი მთავარი ამბავი. ბაბუშერადან საქართველოში გადმოსვენებული ცხედრების სრულ იდენტიფიკაციას 6 თვე დასჭირდა, რომელიც სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა. მეტ ინფორმაციას სალომე ქოქიაშვილი მოგვაწვდის. 4-ვენი მუშაობდნენ უშიშროებაში. 2 ტყუპი ძმა, ჩემი გაზრდილების შვილებივით და 2 შვილი თემურ და ზურიკო ზალდასტანიშვილები და 6 თვე ველოდებოდეთ ამოცნობას. ლოდინი დასრულდა, ბიჭები დაბრუნდნენ, თანაც ისევ ერთად. 21 წლის წინ განწირული რეისის გმირები თვითმფრინავშიც ერთად ავიდნენ უშიშროების სამინისტროს საგანგებო დავალებით. თუმცა 1993 წლის 22 სექტემბერს სოხუმი მათ აღარ უნახავთ. თვითმფრინავი ბაბუშერას აეროპორტში დაждომამდე ააფეთქეს. მაშინ ძმები ზალდასტანიშვილები ბიძებთან, ვასილ და ნუკრი ციკლაურებთან და თვითმფრინავში დაღუპულ სხვა მეომრებთან ერთად ბაბუშერას საერთო სამარხში დაკრძალეს. 4-ვე ამოიცნეს. თქვენიო იმიტომ მიყო ადვილი 4-ვე სიურო, თქვენი დნმ 4-ვე დნმ-ს დაემთხვა. 21 წლიანი განშორების შემდეგ დაღუპულთა ცხედრებს ოჯახის წევრები დღეს აეროპორტში უკვე ვეღარ, თუმცა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან დახვდნენ. იქ სადაც ბოლო 6 თვის მანძილზე ერთი ოჯახის 4 გმირის ნეშტი უცნობი ჯარისკაცის სახელით განისვენებდა, შეიკრიბნენ მათი თანამებრძოლებიც. მეომრები, რომლებიც ერთად იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, დღეს არაერთ ისტორიას იხსენებდნენ. ყვებოდნენ იმ ამბავსაც, როგორ გადაარჩინეს ოჯახის წევრებმა სიკვდილსა და ტყვეობას დაჭრილი აფხაზი ჯარისკაცი, რომელიც მაშინ მოწინააღმდეგე მხარეს იბრძოდა. 4-ვე მათ არის ხელი, ეს დაჭრილი აფხაზი. ფაჩულია იყო გვარად. ასე ხდება ცხოვრებაში. 4-ვე დაღუპულის ცხედარი იმ 31 ნეშტს შორის იყო, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან 6 თვის წინ გადმოასვენეს. წითელი ჯვრის შუამავლობით გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად სწორედ მაშინ მოხერხდა ბაბუშერას საერთო სამარხის გახსნა. 31-ვე ნეშტის დნმ-ი გადმოსვენებისთანავე ხორვატიაში, ქალაქ ზაგრების ლაბორატორიაში გაიგზავნა, სადაც მიმდინარე კვირაში კიდევ 12 ცხედრის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. წლის ბოლომდე კი 31-ვე დაღუპული გმირის ვინაობა უნდა დადგინდეს. ხდება 2 დონის ამოცნობა, ჯერ არის ანთროპოლოგიური ანალიზი ნეშტის, შემდეგ ხდება დნმ ანალიზი, ასე რომ სხვა ნეშტებთან მიმართებაში ეს პროცესი ჯერაც გრძელდება. 21 წლის წინ ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი მეომრების სამარხების მოძიება და მათი გადმოსვენების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. ორმხრივი მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და შეთანხმების შემთხვევაში გამორიცხული არ არის აფხაზეთის რეგიონში კიდევ რამდენიმე სამარხი, მათ შორის აჩადარაც გაიხსნას. გრძელდება მუშაობა დაძებნაზე და მოძიებაზე იმ სამარხების, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც აფხაზეთში, ისე საქართველოს იმ არაოკუპირებულ ტერიტორიებზეც. უკვე ამოცნობილი მებრძოლების ცხედრები კი 21 წლიანი ლოდინის შემდეგ სახლში დღეს გადაასვენეს. ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ ერთი ოჯახის 4 გმირს სამშაბათს ერთად დიღომში თანამებრძოლების გვერდით დაკრძალავენ იმ ცის ქვეშ, რომელიც ერთნაირად ფარავს როგორც ძმათა სასაფლაოს, ისე ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოს. ტოლთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გვერდება მომბის პირდაპირ ეთერში. საღამშვიდობის ბატონ სოზარ, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. საკმაოდ მნიშვნელოვანი და წლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, არაზეც მაყურებელმა რეპორტაჟი ნახა. 31 ცხედრის იდენტიფიცირება წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ, ხომ არ ემუქრება ამ პროცესს გადადება? 4-ის შესახებ უკვე ვიცით.
31-ს იდენტიფიცირება წლის ბოლომდე ვერ მოხერხდება, მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. წლის ბოლომდე და შეიძლება ძალიან მალე სავარაუდოდ უნდა მოხდეს 12 ადამიანის იდენტიფიცირება, დანარჩენები უკვე მომდევნო წლის დასაწყისში, თუმცა პარალელურად ზუსტად 2 დღის წინ ჩამოვედი ერევნიდან, სადაც შეხვედრა გქონდა სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ძალიან კარგად მიდის ეს პროცესი, ორივე მხარე ვართ შეთანხმებული, რომ არის თემები, სადაც პოლიტიკა, ჩვენი შეხედულებები, თუ ჩვენი დაპირისპირება განზე უნდა დავდოთ და უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე, იმიტომ რომ ეს არის ყველას ტკივილი და თან ამ შემთხვევაში შეთანხმებული ვართ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მხარეს რამდენი მიცვალებულის მოძიებას შეუძლია დახმარება, ეს არ ხდება აქ, რომ თქვათ ერთ-ერთზე გაცვლა ასე შემდეგ, ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი, ვისი მონახვაც არის შესაძლებელი უნდა მოინახოს, მათი იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და შემდგომ შესაბამისი პატივი უნდა მიეგოთ მათ. აქ არიან ჩართული არგენტინელი სპეციალისტები, ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები და აქ არის ჩართული ზაგრების ლაბორატორია, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სწორედ ამ მიმართულებით მუშაობის იუგოსლავიის ომის შემდეგ და საოცრად დიდ სამუშაოს აწარმოებს წითელი ჯვარი, რომელიც არის ამ ყველაფრის координаტორი. ბატონო მინისტრო, ბაბუშერას სამარხის გარდა საუბარია, როგორც ვიცით, აჩადარის სამარხზე, ასევე გამარჯვების პარკის ტერიტორიაზე არსებულ სამარხებზე, სადაც მოხდება შემოწმება ტერიტორიების. სხვა ტერიტორიებზეც თუ იყო საუბარი იგივე ერევანში ყოფნის დროს, თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც პოლიტიკა არ ეხება და შემდეგ უკვე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთზეც და ამ მიმართულებითაც მინდა მოვისმინოთ თქვენი პოზიცია. დაახლოებით 15-მდე ადგილი არის მონიშნული ესე ზეპირად, რომელსაც სავარაუდოდ შეიძლება იყოს გარკვეული მიცვალებულები დაკრძალული გარკვეული რაოდენობის, თუმცა სანამ უშუალოდ იქ გათხრით სამუშაოები დაიწყება, წინ უძღვის ამას ძალიან სკრუპულოზური და ძალიან დიდი მუშაობა. კონკრეტული მოწმეების მონახვა და კი გამოკითხვა, რომ რა იციან, ზუსტი ეხლა აჩადარას რომ ვამბობ, შეიძლება იქ იყოს უზარმაზარი ტერიტორია, სადაც ვერაფერი ვერ მოვნახოთ. იქ ზუსტად აი ამ შეხვედრაზე განვიხილეთ არაერთი ესეთი სავარაუდო სამარხი, სადაც გადაითხარა რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი მიწა, მეტრონახევრის სიმაღლეზე მთლიანად მოხდა და იქ ვერაფრის აღმოჩენა ვერ მოხდა. ლაპარაკი იყო ამ შემთხვევაში როგორც ქართველების სავარაუდო სამარხებზე, ისევე აფხაზების სავარაუდო სამარხებზე და ამიტომაც აი ეს სკრუპულოზური მუშაობა უნდა უძღოდეს წინ, მანამ სანამ დავიწყოთ უკვე უშუალოდ გათხრის პროცესს და აი ამ სამუშაოს ვასრულებთ და აქ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მხარე ამ შემთხვევაში უდგებით ამას აბსოლუტურად ღიად, გულწრფელად და ერთმანეთის დახმარების ძალიან დიდი სურვილით ვართ ახსილი. რამდენად შესაძლებელია პროცესი იგივე მიმართულებით და იგივე ხარისხით წარიმართოს დე-ფაქტო ოსეთთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, უნდა დაწყებულიყო დიალოგი, პირველი ეტაპი თავის დროზე გაიმართა, თუმცა შემდეგ არანაირი ცნობები არ გვაქვს. რა ეტაპზეა საკითხი? ამ საკითხზეც გუშინ გქონდა საუბარი წითელი ჯვრის ორგანიზებით და იქაც საუბარია, რომ გარკვეული გარდატეხა უნდა შევიდეს. უბრალოდ იქ სხვა ფორმატი არის, იქ არ არისორმხრივი ფორმატი, იქ არის სამხრივი ფორმატი, რომელშიც მესამე მხარე რუსეთია ჩართული, ჩვენთან ძალიან აადვილებს მუშაობას სწორედ ის, რომ ერთმანეთთან ლაპარაკობთ ყოველგვარი შუამავლების გარეშე და მართლა გულის ტკივილით უდგე და ისეთი დადებითი გრძნობით საკითხის გადაწყვეტის სურვილით უდგებით ამ საქმეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შესაძლებელია იმ სამხრეთ ოსეთის მიმართულებითაც. დიახ. და ჩვენი საუბრის ბოლოს ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სადაც არის 23 ცხედარი დაკრძალული, აფხაზ თანამემამულთა ცხედრებიც იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით რა ეტაპზეა პროცესი და გაიხსნა, იგეგმება თუ არა გახსნა თუ ამ ეტაპზე შეჩერდა საკითხი? დიღმის ძმათა სასაფლაოდანაც ისევე როგორც ბაბუშერიდან ამოსვენებული არის არაერთი ცხედარი. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფხაზები არიან, უბრალოდ ჩვენ არ ვიცით ისინი ვინ არიან, სავარაუდოდ უმრავლესობა მათგანი ქართველია და ჩვენი ბიჭები არიან, თუმცა არ არის გამორიცხული ცხადია, რომ შეიძლება სხვაც ყოფილი აფხაზიც იყოს ვინმე. მათზეც წარდება ზუსტად იგივე პროცედურები, მათი ანალიზებით წასული ასევე ზაგრებში და ხდება შედარება უამრავ. ეხლა წარმოვიდგინეთ რამ ხელა სამუშაო არის ჩასატარებელი, როცა ლაპარაკი არის ბაბუშერაძე, სადაც თვითმფრინავის ავარიის შედეგად დაღუპულები იყვნენ სავარაუდოდ ყველანი, ხო? იქ შედარებით ვიწროა იმ პირთა წრე, რომელთაც
თანაც უნდა მოხდეს შედარება, იმიტომ რომ ცნობილია უკაცრავად ის 15 ოჯახი წევრები ვინ არიან, მაგრამ როდესაც ლაპარაკია რომ საერთოდ არ ვიცით ვინ შეიძლება იყოს ეს თქვა, მიგ ძალიან ბევრი ადამიანთან უნდა მოხდეს შედარება. დიდი მადლობა. თუ შეიძლება წერანდელ ინფორმაციაზე თქვენ რაღაცნაირად ისე წავიდა საუბარი და არ მინდა ეს უყურადღებოდ დარჩეს საუბარი, რომელიც შეეხებოდა ჰოსპიტალს. დიახ, ამ თემაზე ვაპირებდი მე კითხვის დასმას. აქ თავარი საკითხია, დევნილებს აქვთ შიში, რომ როდესაც მოხდება მათი დროებით გასახლება, შემდეგ უკან არავინ დააბრუნებს, ანუ ჰოსპიტალის ყოფილ შენობაში. სანამ ქართული ცნება არის ხელისუფლების სათავეში, ეგეთი შიში არ უნდა გქონდეს არავის და არ ექნება არავის, იმიტომ რომ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ადამიანებს პირობა მივეცით და გავუტეხეთ. ეს არის ჰოსპიტალი, სადაც 2011 წელს თუ 2010 წელს ძალად გამოასახლა ნაციონალურმა მოძრაობამ, ამოიღეთ კადრები, როგორ ხდებოდა გასახლებები მაშინ და კარგად ნახავთ ის, რომ საერთოდ არ ეკითხებოდნენ ადამიანებს თბილისიდან ცემატყეპით ასახლებდნენ ეგრეთ წოდებულ რუსულ ჩორნი ვარონებში ყრიდნენ და ისე ასახლებდნენ ზოგს ფოცხოეწერში და ზოგს სიღნაღში და ზოგსაც საერთოდ არ ეკითხებოდნენ თუ სად უნდა გადაეყვანათ. დღეს ეს პოლიტიკა არის აბსოლუტურად შეცვლილი, ვერ დაასახელებთ ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს ძალით გაყვანა მოხდა. ჩვენ ვმუშაობთ ამ ადამიანებთან და ვუხსნით, რომ იმ საშინელებაში, ხო და მაპატიეთ, იქ შეჭრა მოხდა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ანუ პირველში არჩევნები იყო და ორში მოხდა ამ ადამიანების იქ შესახლება და მელია დღეს რო იქ მისული იყო თუ გუშინ იყო იქ მიბრძანებული, კარგი იქნება ის კადრები ამოიღოს თვითონ როგორ ექცეოდნენ დევნილებს და იმაზე გასცეს პასუხები და იმაზე ილაპარაკონ ისე როგორც მისმა თანაპარტიელებმა და ჩვენ ძალიან მარტივად ვუხსნით ამ ადამიანებს, რომ იქ ცხოვრების პირობები არის ჯოჯოხეთური. ამ ჯოჯოხეთში ცხოვრება ადამიანის არის უბრალოდ შეუძლებელი და ღირსების შემნახავი. ჩვენ გადაგიყვანთ იმისთვის, რომ გავარემონტოთ 4.5 მილიონი არის გამოყოფილი ამისთვის და ეს 4.5 მილიონი ვერ დაიხარჯება და ვერ გარემონტდება შენობა თუ ადამიანები არ დატოვებენ იქაურობას და სანამ გარემონტდება, მანამდე თითოეულ მათგანს ჩვენ გადავხდით ბინისკირას. ასე დავცალეთ არაერთი შენობა თბილისში და ყველგან იყო მისული ჟურნალისტები სხვათაშორის და არც ერთი არ გაშუქებულა, არც ერთი არ გასულა ეთერში, რატო? იმიტომ რომ ყველამ ნახა, რომ ადამიანები თვითონ ალაგებდნენ თავის ბარგს და თვითონ ხვდებოდნენ, რომ ეს სწორედ მათ სასარგებლოდ არის გადაწყვეტილებები. აძლევთ პირობას, რომ აუცილებლად გავაშუქებთ და მივაწვდით მაყურებელს ამ ინფორმაციასაც. ჩვენი საუბრის ბოლოს მე უნდა ვისარგებლო შემთხვევით, როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრი. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექცია დარჩა უფროსის გარეშე, გურია გუბერნატორის, პარტია ქართული ოცნება კი აღმასრულებელი დივნის გარეშე. ასევე ძმებმა ჯანყარაშვილებმა მიიღეს გადაწყვეტილება პოსტების დატოვების შესახებ. რაიმე კლანურ დაჯგუფებასთან, ნეპოტიზმთან, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ, შეგიძლიათ გააკეთოთ განცხადება, ან რეალური ინფორმაცია გითხრათ, რა პროცესთან გვაქვს საქმე? ძმები ჯანყარაშვილები მე არ ვიცი ვინ არიან გითხრათ სიმართლე. უკაცრავად, არა, ჩხენკელებზე ვსაუბრობ. თუმცა მანამდე რადგან საუბრის ბოლოს ვართ, მე არ შემიძლია არ გამოვეხმაუროთ ჩემს წინ გამოსვლას, რომელიც საუბრობდა რამდენად თავისუფალი გახდა სასამართლო თქვათ 2010 წლიდან და აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ მე ამ პოზიციას, იმიტომ რომ სახალხო დამცველი ვიყავი და კარგად ვხედავდი რაც ხდებოდა სასამართლოში, ისე როგორც კარგად ხედავდით თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქე 2008 წელს, როდესაც გამოვიდა ერთი გამამართლებელი განაჩენი 18000 სისხლის სამართლის საქმიდან და თუ 2010-ში ან 2011-ში გამოვიდა 5 ან 6, ეს არაფერს არ ცვლის. ეს არის 0.001% გამამართლებელი განაჩენის. ეს არის დაახლოებით 1000 ჯერ ნაკლები გამამართლებელი განაჩენებისა პროცენტულად მიუდგებით, ვიდრე იყო სტალინის პერიოდში და ოდიში მომითხოვია რა ამას სასამართლოს ჩვენ ვერ დავარქმევთ და დღეს როდესაც ვლაპარაკობთ რომ სასამართლო არის თავისუფალი, დღეს სასამართლო არის მართლა თავისუფალი და როდესაც იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეატრულკიანი ლაპარაკობს იმაზე თუ რა არ მოსწონს სასამართლოში, ეს არის ლაპარაკი არა იმაზე, რომ სასამართლოზე იყოს ზეწოლა, არამედ იმაზე, რომ მარტო დამოუკიდებლობა არ არის საკმარისი, ეს დამოუკიდებლობასთან ერთად საკმარისი საჭიროა კომპეტენციას, დამოუკიდებლობასთან ერთად საჭიროა მიუკერძოებლობას და ხშირად სწორედ ამაში ეპარებათ ეჭვი ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი მიდგომა იცით, აი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი
ასეთი იდეოლოგიის სტატუსი დაებეჭდა Facebook-ში, რომ მალე უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, რომ თავიდან გავყაროთ ყველა ეს მოსამართლეები, რომელთა გადაწყვეტილებები დღეს ჩვენ არ მოგწონს და თავიდან უნდა დავნიშნოთ, მესამედ უნდა მოხდეს სრული კორპუსის შეცვლა და აი ამით განსხვავდებით ჩვენ ნაციონალური მოძრაობისგან, რომ ესეთ რამეებს არ ვაკეთებთ. საუბრის ბოლოს სამყურაშვილი, ჩხაიძე, ჯანყარაშვილი, ძმები ჩხენკელები, რა კომენტარს გააკეთებთ? გააქვთ ინფორმაცია, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პოსტებიდან წასვლის შესახებ? რომ ძალიან ხშირად ხდება ასეთი ცვლილებები ხელისუფლებაში და ნუ ესეც ამ ცვლილებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, რომ ამ ადამიანების ნაწილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვისაც ვიცნობდი, მათთან მქონდა ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ძალიან ესეთი საქმიანი და საქმეში გამოცდილი მყავს ეს ადამიანები, როგორც ძალიან პროფესიონალური კადრები, მაგრამ ყოველთვის არის ცვლილებების საჭიროება და როგორც ჩანს, ეს ცვლილებების ეტაპი დადგა გარკვეულად წილად აი ამ ეტაპზე. პროგნოზი შეგვიძლია გავაკეთოთ, ცვლილებები გაგრძელდება თუ არა მთავრობაში? ცვლილებები იქნება ყოველთვის და მარადიულად ამის გარეშე ღმერთმა არ გვამყოფოს. დიდი მადლობა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პასუხობდა მოამბის შეკითხვებს და გამოშვების ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია. სტუმრად სამშობლოში პირველად ჩამოვიდა საფრანგეთში მოღვაწე სახელგანთქმული ქართველი მოქანდაკის კუჯი ამაშუკელის ქალიშვილის მსოფლიო როგორც წარმატებულ რეჟისორს ისე იცნობს. მარი ამაშუკელის სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს. სურათის პრემიერა კანის საერთაშორისო ფესტივალში შედგა. ახალგაზრდა რეჟისორს გამგზავრებამდე მოამბის ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი შეხვდა. ქვეყანაში, რომელიც ბავშვობიდან ძალიან შორეული ოცნება იყო, მარი ამაშუკელი პირველად ჩამოვიდა. ფრანგი დედისა და ქართველი მამის პარიზში დაბადებულ ქალიშვილს ქართული ენა მხოლოდ მაშინ ესმოდა, როდესაც კუჯი ამაშუკელს თბილისიდან მეგობრები სტუმრობდნენ. საქართველოს სახელგანთქმული მოქანდაკის ოჯახში საუბრის ხშირი თემა, თუმცა აკრძალული ლოკაცია იყო. მამაჩემის სამშობლო ბავშვობიდან მაინტერესებდა და არასდროს მესმოდა, რატომ გვეკრძალებოდა ჩამოსვლა. ძალიან მომწონდა ისენა, რომელიც მამისგან მესმოდა და იმედი მქონდა, რომ დაბრუნების დღე მალე დადგებოდა. ბედნიერება, რომ ჩამოვედი, განსაკუთრებით მიხარია ის, რომ ქართველი მაყურებელი ჩემი ფილმით გამიცნობს. კინოს სამყაროში შემთხვევის გამო აღმოჩნდა. არქეოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი მეგობარს პრესტიჟული კინოსკოლის გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარებოდა. საბოლოოდ გადაწყვიტა ბედი თავადაც ეცადა და ლაფემიში ჩაირიცხა. ლაფემისი ძალიან ცნობილი კინოსკოლაა. იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია. რეჟისორობაზე არასდროს მიფიქრია და დღემდე არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. გაოცებული დავრჩი, როცა შევიტყე, რომ მიმიღეს. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ფილმების კეთების პროცესში კინოსამყარო აღმოვაჩინე. დღისით ფილმებს ვიღებდი, ღამღამობით კი სცენარებს ვწერდი. საქართველოში თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი ჩამოიტანა. Party Girl მეგობართან კლერ ბურგერთან და სემუელ თაისთან ერთად გადაიღო. რეალური ისტორიის მთავარი გმირი ანჟელიკი თავად ფილმის პროტოტიპს ათამაშა. ეს არის 60 წლის კაბარეს ყოფილი მოცეკვავე ქალის ამბავი, რომელიც მშვიდი ცხოვრების ძიებაში თავის კლიენტს მიხვება ცოლად. სურათი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. Bien sûr que tu m'as manqué, sinon je serais pas là. ანჟელიკა არაჩვეულებრივი ქალბატონია. ის ფილმის ერთ-ერთი ავტორის დედაა. ჩვენ მას მრავალი წელია ვიცნობთ და თავად ვართ მისი თავგადასავლების თვითმხილველები. სამსახიობო ოსტატობა 7 კვირაში პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ისწავლა. ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა. მან მაყურებელს უამბო, რომ ცხოვრებაში შეიძლება გააკეთო არასწორი არჩევანი, თუმცა მთავარია ეს თავად გინდოდეს და ამ დროს არა მსხვერპლი, არამედ თავისუფალი ადამიანი ხარ. ფილმის Party Girl პრემიერა წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საუკეთესო დებიუტისთვის სექციაში განსაკუთრებული ხედვა სურათმა ოქროს კამერა მოიპოვა. პრიზით აღინიშნა მსახიობთა ჯგუფიც. ფრანგული კინოს პირობაზე ფილმი ძალიან დაბალბიუჯეტიანია, როდესაც კანის ფესტივალიდან დაგვიკავშირდნენ, ყურებს არ ვუჯერებდით. ეს დიდი აღიარება, თუმცა ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა იყო. პრემიერამდე 3 დღით ადრე დავასრულეთ საბოლოო ვარიანტი. მარი ამაშუკელი სცენარებსაც წერს. თანამშრომლობს არაერთ ცნობილ რეჟისორთან. ამჟამად 2 პროექტზე მუშაობს, რომელთა შესახებაც დეტალებს ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს. ამბობს, რომ სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, წინასწარ საუბარი არ უყვარს. დღისა და კვირის მთავარი ამბები შევაჯამეთ სტუდიის სტუმრებთან ერთად. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ხვალ საღამოს 8-ზე ისევ გველოდებით პირველზე. დროებით.